წარმოგიდგენთ მე თქვენ მესამე ქვეითი ბრიგადის მისიას ერაყში. რას გააკეთებს მესამე ქვეითი ბრიგადა და რა მისია შეასრულებს ერაყში, კერძოდ ბასიკის პროვინციაში. მესამე ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფებმა აწარმოეს შეტევითი თავდაცვითი და სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციები ბასიკის პროვინციაში. რათა მოიპოვოს ერაყის საზღვრის კონტროლი, აღკვეთეს მეამოხე ძალების შემოსვლა და კონტრაბანდის შემოტანა ერაყში. მესამე ქვეით ბრიგადას მოუწეს მოქმედება ბასიკის პროვინციაში, რომელიც დასახლებულია ძირითადად შიიტი და სუნიტი მოსახლეობით და ცოტა რაოდენობა შერეული მოსახლეობით. ეს არის ბასიკის პროვინცია, აქ არის დედაქალაქი ალკუტი, სადაც უშუალოდ ჩვენ შევასრულებთ ჩვენ ამოცანას. ბრძანისის სასწავლო ცენტრი. მესამე მსუბუქი ქვეითი ბრიგადა. რამდენიმე თვე აქ სპეციფიკურ წვრთნებს გადის. ძირითადი სამზადისი ერაყის რესპუბლიკაში სახელმწიფო დავალების შესრულების სპეციფიკაა. ბრიგადის ხელმძღვანელობა ამუშავებს მთელ ინფორმაციას, რაც ერაყს, კონკრეტულად კი ბასიკის პროვინციას ეხება. ჯარისკაცებმა უკვე იციან, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოდან ერაყში აღმოჩნდებიან. ამიტომ სერჟანტის ბრიფინგებს განსაკუთრებული ყურადღებით უსმენენ. ტერორისტების შეერაღება შედის, ამ შეერაღება რაც გააჩნიათ მათ არის ძირითადად საბჭოური წარმოებების შეერაღება, ძველი შეერაღება. აღარ არის ნახეთ პმ-ი, ანუ მაკაროვი, ტოკარევი, ბერეტა, ბრაუნინგი და ასე შემდეგ. ქართულ კონტინგენტს ამ შემთხვევაში ეს არის პირველი შემთხვევა, რომ დაევალება სრულად ოპერაციებში ჩართვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლაში ჩართვის წესების სრული პაკეტით ვიმოქმედებ ჩვენ ეგ. რაც შეეხება შეიარაღებას მიგვაქვს ჩვენი საბრძოლო მასალებიც, ხოლო ტექნიკით უზრუნველყოფას, თუნდაც ავიაციით და артиლერიით და ასე შემდეგ გააკეთებს ამერიკული მხარი თუ ეს საჭირო გახდა. ერაყი. ოფიციალური სახელწოდება ერაყის რესპუბლიკა. მოსახლეობა 26.5 მილიონი ადამიანი. ფართობი 428.317 კვადრატული კილომეტრი. დედაქალაქი ბაღდადი. ძირითადი ენები არაბული და ქურთული. ძირითადი რელიგია ისლამი. ფულადი ერთეული ერაყული დინარი. ძირითადი საექსპორტო მასალა ნავთობი. ერაყი ეს ერთ-დროს ყველაზე ხმაურიანი და ყველასათვის ცნობილი ქვეყანა. მდინარე ევფრატსა და ტიგროს შორის მდებარეობს. სამხრეთით სპარსეთის ყურით, ხოლო ჩრდილოეთით სომხეთისა და ირანის ქედითაა გარშემორტყმული. თანამედროვე ერაყს უკავია ტერიტორია,
რომელიც ძველად ცნობილი იყო როგორც მესოპოტამია და თანამედროვე მეცნიერული შეხედულებით წარმოადგენს ცივილიზაციის აკვანს. 1958 წელს მონარქიის დამხობისა და 1968 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ერაყი არაბული ნაციონალიზმის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. უმდიდრესმა ნავთობის საბადოებმა ერაყს კეთილდღეობა მოუტანა. 1979 წელს, როდესაც პრეზიდენტად სადამ ჰუსეინი აირჩიეს, ნავთობი იძლეოდა ქვეყნის სავალუტო ჩარიცხვების 95%-ს. ირანთან ომმა, რომელიც გრძელდებოდა 1980-1988 წლებში, აგრეთვე 1991 წელს ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციით გამოწვეულმა ომმა დამანგრეველი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე და მის მოსახლეობაზე. 1991 წელს გაერომ გამოაცხადა, რომ ერაყი იქცა ინდუსტრიამდელი პერიოდის ქვეყანა, ხოლო შემდგომი წლების მონაცემებით ცხოვრების დონე ერაყში საარსებო მინიმუმამდე დაეცა. სადამ ჰუსეინის 24 წლიანი მმართველობის დამხობის ოპერაცია დაიწყო 2003 წლის 20 მარტის დილას, როდესაც ამერიკულმა რაკეტებმა დააზიანეს რამდენიმე სპეციალური სამიზნე ბაღდადში. მთავარი არგუმენტი ამ ოპერაციის ჩასატარებლად იყო ის, რომ სადამი, როგორც ამტკიცებდნენ, ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს. ამერიკული და ბრიტანული ჯარები ერაყში შევიდნენ სამხრეთიდან. პირველ დღეებში კოალიციური ჯარები გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. თუმცა 9 აპრილისთვის ამერიკულმა ჯარებმა ბაღდადის ცენტრს მიაღწიეს. ერაყის მთავრობა ამ დროისთვის უკვე სრულიად დეზორგანიზებული იყო. 2004 წლის ივნისში კოალიციური ჯარების ხელმძღვანელობამ ქვეყანაზე სუვერენიტეტი ახალ ხელისუფლებას გადასცა, ხოლო კიდევ წელიწადნახევრის შემდეგ ერაყში ჩატარდა თავისუფალი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები. ბოლო წლებში არაბული ტერორისტული რაზმების მოქმედების შედეგად ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზიანი მიადგა. ამასობაში კი ერაყის ჩრდილოეთით ქურთულმა სეპარატისტულმა სათვისტომომ საკუთარი ნახევრად ავტონომიური რეგიონი შექმნა. ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდეგ, როდესაც აქ კოალიციური ძალები შემოვიდნენ, ფაქტიურად ანარქია სუფევდა პირველ ეტაპზე. რა თქმა უნდა, მეტნაკლებად დაალაგდა და ეხლა ყველაფერი შედარებით კარგად არის, მაგრამ არიან გარკვეული ძალები, რომელსაც არ უნდათ აქ სიმშვიდე და უნდა ძალაუფლების დაბრუნება. სადამ ჰუსეინი თვითონ იყო სუნიტი და სუნიტ მოსახლეობას გაცილებით მეტი უფლებები ჰქონდა. აქ არა მარტო უფლებებზეა საუბარი, საყოფაცხოვრებო პირობებით გაცილებით უფრო კარგი ჰქონდათ. სუნიტებს ჰქონდათ ძალაუფლება, რომელიც დღესდღეობით დაკარგეს და ისინი ვერ ეგუებიან უბრალოდ ამ ძალაუფლების დაკარგვას. აგრეთვე არის აქ ალ-ქაიდას ქსელი, რომელსაც პრინციპში არავითარი ინტერესი არ გააჩნია, გარდა გარეულობა იყოს. და არიან შიიტები, რომელსაც არა მარტო სუნიტების წინააღმდეგ აქვთ შეტაკებები ერთმანეთში, თვითონ რამოდენიმე დაჯგუფებად იყოფა ეს შიიტური ჯგუფი. ძალიან დიდი გავლენა აქვს აქ კლანებს, თვითონ გვარებს. იმათ თავის ინტერესი აქვს, შეიხებს თავის ინტერესი აქვს და ეს ყველაფერი მოდის კონფლიქტში ერთმანეთთან. ეს პოლიტიკური პარტია ბაასი, ეს რელიგიური